მოკლედ 3.94. კიდევ ერთხელ წავიკითხო პირობას, ესე იგი გაზკურაზე არის ჩაიდანი, რომელშიც ასხია 3 ლიტრა წყალი. წყლის ტემპერატურა 10 გრადუს ცელსიუსია და ჩაიდნის სითბო-ტევადობა არის 100 ჯოული კულონზე. კულონია იყო კელვინზე. და წყლის ასადუღებლად დაიხარჯა 60 ლიტრა ბუნებრივი აირი. და თან ცნობილია, რომ 1 კუბური მეტრი აირის დასახარჯად, ისა დაწვის დროს გამოიყოფა 3.6 10-ის მე-7 ხარისხად ჯოული ამდენი სითბო. და უნდა გავიგოთ, ესე იგი, აი ამ ქურის მარგქმედების კოეფიციენტი. ეხლა რაში ნარსი აქვს ქურის მარგქმედების კოეფიციენტს? ეს არის ის სითბოს რაოდენობა, რომელიც იყო სასარგებლო, შეფარდებული მთელ გამოყოფილ სითბოს რაოდენობასთან. თუ ეს პროცენტებში გვინდა გამოვსახოთ, კიდე გავამრავლებთ 100%-ზე. თუმცა შეიძლება ეს ნაწილებშიც იყოს გამოსახული, იყოს პროცენტებში. ეხლა სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭირო არის ამ წყლის ასადუღებლად, ხო? ეს შედგება ორი ნაწილისგან. ერთი არის თითონ ჩაიდანი უნდა გაცხელდეს, ხო, შეიძლება ჩაიდანი არ გაცხელდეს და შიგყოფი წყალი გაცხელდეს. ამიტომ ეს არის C გამრავლებული დელტა T-ზე, ანუ 100 გრადუს მინუს 10 გრადუსი და დამატებული აი ეს წყალი რომ მიიყვანეს დუღილის ტემპერატურამდე. C წყლისა, M წყლისა 100 გრადუს მინუს 10 გრადუსი. წყლის მასა არ ვიცით, მაგრამ ვიცით მისი მოცულობა. ეს იქნება ρ წყლისა გამრავლებული წყლის მოცულობაზე, V წყლისაზე. ხო, ეგ რო გადავიყვანოთ, ესე იგი წყლის სიმკვრივე არის 10-ის მე-3 კილოგრამი, ესე იგი მეტრ კუბზე, გავამრავლოთ, ესე იგი 3 10 მინუს 3 ხარისხად, ესე იგი მეტრ კუბზე და გამოგვივა 3 კილოგრამი წყალი ყოფილა შიგნით. ხო, ესე იგი ეს არის სასარგებლო სითბო, რაც აქ დავწერეთ. გავამარტივოთ, ეს არის C გამრავლებული 100-ზე პლუს C წყლისა, ეს C დიდი არის, ესე იგი სითბო-ტევადობა არის იმის ჩაიდნის C წყლისა M წყლისაზე და 100-ზე. ხო, ეხლა მთელი სითბოს რაოდენობა როგორ შეიძლება ვიპოვოთ? ესე იგი, თუ 1 კუბური მეტრი იხარჯება, აი ამდენი სითბოს რაოდენობა გამოიყოფა, მაგრამ დაიხარჯა მხოლოდ 60 ლიტრი. ამიტომ გამოყოფილი სითბოს რაოდენობა V იქნება მოცულობა, რომელიც დაიხარჯა რეალურად, ესე იგი 60 ლიტრი, ეს არის 60 10 მინუს 3 ხარისხად გამრავლებული 1 ლიტრი დაწვის დროს, რაც გამოიყოფა 3.6 10-ის მე-7 ხარისხად. ეს იქნება 3.6 გამრავლებული 6-ზე და ეს არის 10-ის, აქ ნახეთ მე-7 ის მე-8 ხარისხი, 10 მე-5 ხარისხად. ხო, 3.6 უნდა გაამრავლოთ 6-ზე და მერე მარქმედების კოეფიციენტს გათვლით ესეთნაირად C 100-ზე პლუს C წყლისა M წყლისაზე 100-ზე შეფარდებული აი ამ დახარჯულ ენერგიასთან E-ზე და ეს გამრავლებული მერე 100%-ზე. როგორც მოვილაპარაკეთ, რიცხვებს თქვენ თვითონ გამოთვლით. მე-5 ამოცანა. 78% მარქმედების კოეფიციენტის მქონე ელექტროქურაზე დადგეს 800 გრამი მასის სპილენძის ქვაბი და მასში ჩაასხეს 15 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის 2.1 კილოგრამი წყალი. რას უდრის ელექტროქურის სიმძლავრე, თუ 40 წუთში წყალი ადუღდა და მისი 15% აორთქლდა. რას უდრის ელექტროქურის სიმძლავრე? ეხლა აქ მოცემულია, რომ მარქმედების კოეფიციენტი არის 78%.
სპილენძის ქვაბის მასა m სპილენძისა არის 800 გრამი, ანუ 0.8 კილოგრამი. ჩაასხეს ტემპერატურა 15 გრადუს ტე-პირველი არის 15 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის წყალი. წყლის მასა m წყლისა იყო 2.1 კილოგრამი. ესე იგი მთელი დრო, დრო მოდი ტედიდით ავნიშნოთ. ტედიდი იყო 40 წუთი და აი ამ 40 წუთში წყალი ადუღდა და მისი 15%, მოდით ეს R პატარათი ავნიშნოთ. R არის 15% აორთქლდა. უნდა გავიგოთ ქურის სიმძლავრე. მოდით ქურის სიმძლავრე ავნიშნოთ N-ით. მოდი განვმარტოთ მარქმედების კოეფიციენტი eta. ეს არის სასარგებლო სითბო შეფარდებული მთელ ენერგიაზე. მთელი ენერგია არის n დიდი გამრავლებული t-ზე. სადაც ეს დრო არის, ეს არის სიმძლავრე. ნუ ეს გამრავლებული 100%-ზე, რადგან eta პროცენტებში გვაქვს მოცემული. ეხლა რაც შეეხება სასარგებლო სითბოს. სასარგებლო სითბო, აი ნახოთ რა მოხდა, ესე იგი ტემპერატურული დიაგრამა დავხატოთ. იყო თავიდან 15 გრადუს ცელსიუსი, მივიდა 100 გრადუს ცელსიუსამდე, მივიდა ეს სპილენძის ქურა, მანდვე მივიდა მაგ ტემპერატურამდე მივიდა წყალი და წყლის ნაწილი აორთქლდა. ამიტომ ეს იგი ქუ შედგება. ერთი არის ის სითბო, რომელიც სპილენძს მოხმარდა, მეორე სითბო არის წყლის 100 გრადუსამდე რასაც მოხმარდა და მესამე არის აორთქლებას, რასაც მოხმარდა. ამიტომ მთელი ქუ არის ქუ სპილენძის პლუს ქუ წყლის პლუს ქუ ორთქლის. ნუ დავწეროთ ესე იგი ეს ქუ რა არის სპილენძისთვის C გამრავლებული დელტა T-ზე 100 minus 15 გრადუსი პლუს წყალი მთლიანად მივიდა 100 გრადუსამდე C წყლისა M წყლისა 100 გრადუსი minus 15 გრადუსი და ნაწილი აორთქლდა. ახლა ორთქლაც იქნება LM ორთქლისა, მაგრამ ორთქლის მასა არის 15% მთელი წყლის მასის, ამიტომ ეს არის 0.15 M წყლისა. ახლა ეს ყველაფერი შეგვიძლია უკვე აქ შევიტანოთ. ნუ ეს 40 წუთი უნდა გადავიყვანოთ წამებში. აი აქ რო შევიტან მე რიცხვებს, ესე იგი გადავიყვან. ესე იგი შევიტანოთ ამ ფორმულაში. eta არის C გამრავლებული 85-ზე პლუს C წყლისა M წყლისაზე და ესეც 85-ზე პლუს L გამრავლებული 0.15 M წყლისა შეფარდებული N T-ზე და გამრავლებული 100%-ზე. აი ამ სიმძლავრეს გთხოვენ ჩვენ. N იქნება აი ეს C 85-ზე პლუს C წყლისა M წყლისა 85-ზე პლუს L 0.15 M წყლისა ესე იგი ეს მრავლდება 100%-ზე და იყოფა T და იმაზე eta-ზე. ნუ ახლა T აქ უნდა შევიტანოთ 40 გამრავლებული 60-ზე. 2400 წამი. ნუ eta-ს შევიტანთ თავის 78%-ს. აი ესეთი ამოცანა იყო ეს 95. ეხლა 96 ამოცანა. ელექტროქურაზე 20 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის წყლის ადუღებას დასჭირდა 16 წუთი. 11.5 წუთი დასჭირდა მისი მეათედი ნაწილის აორთქლებას.
იპოვეთ წყლის ორთქლად ქცევის კუთრის სითბო. ჩავწეროთ, რომ T პირველი არის 20 გრადუს ცელსიუსი, დრო ტაუ 1 არის 16 წუთი დაჭირდა მის ადუღებას, ანუ დუღილის ტემპერატურამდე მიყვანას და ტაუ 2 დრო ეს არის 11.5 წუთი. დაჭირდა მეათედი ნაწილის აორთქლებას, ესე იგი m ორთქლისა არის 1/10 m წყლისა. და აი ამ მონაცემებიდან უნდა ორთქლად ქცევის კუთრის სითბო დავადგინოთ, L დიდი. კარგით, ესე იგი აორთქლებას, ისა ადუღებას დაჭირდა Q1 სითბოს რაოდენობა, რომელიც არის C წყლისა m წყლისაზე 100 გრადუს მინუს 20 გრადუსი. ანუ C წყლისა m წყლისა 80-ზე. აორთქლებას დაჭირდა L m ორთქლის, ანუ ეს არის L გამრავლებული 1/10 m წყლისაზე. ეხლა დანარჩენი უკვე პროპორციით გაკეთება. აი Q1 სითბოს დაჭირდა 16 წუთი, ხოლო Q2 სითბოს დაჭირდა 11.5 წუთი. ახლა ეს ჯვარედი ნამრავლები ერთმანეთის ტოლია, ესე იგი Q1 ტაუ 2-ზე უდრის Q2 ტაუ 1-ზე. შევიტანოთ ესე იგი აქ შესაბამისი მონაცემები C წყლისა m წყლისა 80 გამრავლებული 11.5-ზე უდრის L მეათედი m წყლისაზე და 16-ზე. ნუ ეს m წყლისასთან გაიკვეცება და აქედან L-ს ვიპოვით. ესე იგი L იქნება C წყლისა 80 გამრავლებული 11.5-ზე შეფარდებული, ხო, ეს კიდე 10-ზე მრავლდება, ეს კიდე შეფარდებული 16-ზე. აი ესეთნაირად გამოვითვლით, ესე იგი L-ს. მე-7 ამოცანა. მაცივარში წყლის 20 გრადუსიდან 0 გრადუსამდე მაცივარს დასჭირდა 20 წუთი. რა დროა საჭირო იმისათვის, რომ ეს წყალი გაიყინოს და შემდეგ გაცივდეს -5 გრადუს ცელსიუსამდე. ეს კი პირველი ტემპერატურა იყო 20 გრადუს ცელსიუსი, T მეორე არის 0 გრადუს ცელსიუსი და T მესამე არის -5 გრადუს ცელსიუსი. ხო, და დრო არის მოცემული, რომ ტაუ პირველი არის 20 წუთი. ნუ რისი ტოლი არის ტაუ მეორე. ეს კი დავხატოთ ეს ტემპერატურული დიაგრამა. ჩვენ გვქონდა 20 გრადუს ცელსიუსის წყალი მაცივარში, აი 0-მდე მისაყვანად მას დასჭირდა ტაუ 1 დრო, ხოლო გასაყინად და მერე -5 გრადუსამდე რაღაცა სხვა დრო დაჭირდება და ეს უნდა დავადგინოთ, ესე იგი რა დრო დაჭირდება აი ამ პროცესს. აი ეს არის ტაუ 2. ესენი რა თქმა უნდა სითბოს რაოდენობების პროპორციულია. ტაუ Q1, ესე იგი 0-მდე მისაყვანად რა სითბოს რაოდენობაცაა საჭირო. ესე იგი მისი მოდული ავიღოთ. იქნება C წყლისა m წყლის 20 - 0. ეხლა გასაყინად და მერე -5 გრადუსამდე მისაყვანად Q2-ის მოდული. ეს არის C წყლისა m წყლისაზე 0-ს -5 პლუს ლამდა m წყლისა, იმიტომ რომ ეს წყალი ყინულად იქცევა. 0-ს -5, აი აქ 0-ს
პლუს 5 გამოვა აქ. ეს გასაგებია, საბოლოო ტემპერატურა არის 0-ს მინუს 5. ამიტომ 0-ს პლუს 5. ჩავწეროთ ესე იგი Q1-ის მოდული ეს არის C წყლისა M წყლისა 20-ზე, Q2 ეს არის ლამბდა M წყლისა პლუს C წყლისა M წყლისა 5-ზე. მე ვწერთ პროპორციას Q1-ს დაჭირდა ტაუ 1 დრო, Q2-ს დაჭირდა ტაუ 2 დრო. პროპორცია, ესე იგი, ეს პროპორციის თვისება არის, რომ Q1 გამრავლებული ტაუ 2-ზე არის Q2 გამრავლებული ტაუ 1-ზე. აქედან ტაუ 2 არის ტაუ 1, Q2 შეფარდებული Q1-ზე. რომ შევიტანოთ, ეს არის ტაუ 1, Q2 არის ლამბდა, აქ M წყლისა გადის ფრჩხილებს გარეთ პლუს C წყლისა 5-ზე M წყლისა შეფარდებული C წყლისა 20-ზე M წყლისაზე. ესენი გაიკვეცება და ტაუ 2-ის პასუხი არის ტაუ 1 შეფარდებული M-ზე. ლამბდა პლუს C წყლისა 5-ზე შეფარდებული C წყლისა 20-ზე. 92 ამოცანა. ერთნაირი მოცულობის ორი ჰერმეტული ჭურჭელი, ერთი სავსეა ვერცხლის წყლით, მეორე წყლით. ერთი და იგივე ქურის საშუალებით მათ ათბობენ ერთნაირ ტემპერატურამდე, რომელი უფრო ჩქარა გათბება და რამდენჯერ, თუ მათი საწყისი ტემპერატურები ერთნაირია. ჭურჭლის სითბოთეობას ხედულობაში მიიღებთ. ესე იგი, ერთნაირი მოცულობის და ესე იგი V1 უდრის V2-ს, პირველი ნივთიერება არის ვერცხლის წყალი, ესე იგი ჰიდრარგიუმი და მეორე არის ესე იგი წყალი. H2O. და ერთ და იგივე საწყისი ტემპერატურიდან T1 უდრის T2-ს და საბოლოო ტემპერატურებიც ერთნაირი არის. T3 უდრის T4-ს. და რომელი უფრო სწრაფად გაცხელდება და რამდენად უფრო სწრაფად. ტაუ 1, ტაუ 2-თან შეფარდებას გვეკითხებიან. იმისათვის, რომ თქვათ, სპილენ ის რა ქვია, ვერცხლის წყალი გავათბოთ T1 ტემპერატურიდან T2 ტემპერატურამდე გვექნება C ჰიდრარგიუმის გამრავლებული M ჰიდრარგიუმის T3-ს მინუს T1. ეს იყოს Q ჰიდრარგიუმის. ეხლა Q წყლისა, ეს ქართულად დავწერ, იქნება C წყლის M წყლის ტემპერატურების სხვაობა იგივე არის. T3-ს მინუს T1, ესე დავწერ. ეხლა რო შევაფარდო ეგენი ერთმანეთს Q ჰიდრარგიუმი Q წყალთან, იქნება, ეს T3-ს მინუს T1-ები გაიკვეცება, C ჰიდრარგიუმი, M ჰიდრარგიუმი, C წყალი, M წყალი. აქ მასები არ არის მოცემული, მაგრამ გამოსახავთ მასას როგორც რho გამრავლებული V-ზე. M არის რho გამრავლებული V-ზე. C ჰიდრარგიუმის, რho ჰიდრარგიუმის V-ზე შეფარდებული C წყლისა, რho წყლისა იგივე V-ზე. ეს V-ები გაიკვეცება. ეხლა მათი სითბოების რაოდენობების შეფარდება ტოლი არის მათი აი ამ დროების, აი ამ სითბოების გადაცემის დროების შეფარდებისა. ამიტომ ტაუ 1, ტაუ 2-თან იქნება H ჰიდრარგიუმი H წყალთან. ამიტომ ტაუ 1, ტაუ 2-თან ეგ იქნება. პირველი არის ჰიდრარგიუმი, მეორე არის წყალი. ეს არის C ჰიდრარგიუმი,
რო ჰიდრარგიუმი შეფარდებული C წყალი რო წყალი. აი ესეთნაირად გავთვლით ამ ამოცანას. 99 ამოცანა. 2 კილოგრამი წყალი, რომლის ტემპერატურა იყო 40 გრადუს ცელსიუსი, გადააქციეს -80 ტემპერატურის ყინულად. დახაზეთ ამ პროცესისათვის ტემპერატურის დროისაგან დამოკიდებულის გრაფიკი, თუ მაცივარი ყოველ წუთში შთანთქავს 2 კილოკალორია სითბოს რაოდენობას. ესე იგი, ქონდა ჩვენ რაღაცა მასის წყალი 2 კილოგრამი, ესე იგი მასა არის 2 კილოგრამი, ტემპერატურა T1 იყო 40 გრადუს ცელსიუსი და გადააქციეს T2 არის -80 გრადუს ცელსიუსის ყინულად. უნდა დავხატოთ ტემპერატურის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. აქ არის ტემპერატურა, აქ არის დრო, ტაუ. ჯერ პირველ რიგში სანამ ესე იგი მასშტაბებს ავიღებთ, ესე იგი თქვა, საწყისი ტემპერატურა წყლის იყო 40 გრადუს ცელსიუსი. ეხლა რა მოხდება? ჯერ გაცივდება ეს 0 გრადუსამდე, მერე ეს უკვე დაიწყებს გაყინვას და მერე ეს ყინული კიდე შემდგომ გაგრილდება -80 გრადუსამდე. აქ იყოს თქვა -80 გრადუს ცელსიუსი. ესე იგი ჩვენ გვინდა სითბოს რაოდენობა აქ, სითბოს რაოდენობა აქ და სითბოს რაოდენობა ეს მესამე პროცესისთვის. აი ამ სამი პროცესის დრო დავადგინოთ აი ეს დროის მონაკვეთები. ეს იქნება T1, ეს იქნება T2, ეს იქნება T3. ეხლა მოდი დავთვალოთ Q პირველი, მისი მოდული. ეს არის C წყლისა M წყლისაზე 40 გრადუს -0 გრადუსი. ხო, ესე იგი, ანუ Q1-ის მოდულით არის C წყლისა M წყლისა 40-ზე. ეხლა Q მეორე, აი აქ რამდენი სითბოს დაკარგავს, ეგ არის ლამბდა M წყლისა. ეხლა Q მესამე, ეგ იქნება C ყინულის M, ყინულის მასა და წყლის მასები დაემთხვევა ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს წყალი მთლიანად გაიყინა 0-ს -80, ამიტომ 80-ზე. აი ახლა როგორ დავადგინოთ ესე იგი ეს დროები? ამისათვის ჩვენ ვიცით რომ ესე იგი ყოველ წუთში, ესე იგი 2 კილოკალორიას კარგავს. აი Q0-ით აღნიშნოთ 2 კილოკალორია. ხო, ეხლა 2 კილოკალორია ეს არის 2/10-ის მესამე ხარისხად კალორია. 1 კალორია დაახლოებით არის 4.2 ჯოული. ახლა ეს ჯოულებში გვექნება. ამიტომ T1 იქნება Q1 შეფარდებული Q0-ზე. T2 იქნება Q2-ის მოდული შეფარდებული Q0-ზე და T3 გვექნება Q3 შეფარდებული Q0-ზე. Q0-ს ავიღებთ აი ამას, ესე იგი Q0 იქნება 2 გამრავლებული 4.2/10-ის მესამე ხარისხად ჯოული. ხო, და ეგ იქნება, ესე იგი 1 წუთში, ეს ერთეულები წუთებში გვექნება. წუთი და ესეც წუთში. ხო, ეხლა 90 ამოცანა. 1 კილოგრამი ყინული, რომლის ტემპერატურა იყო 0 გრადუს ცელსიუსი, გადააქციეს -80 გრადუს ცელსიუსი ყინულად. დახაზეთ ამ პროცესის ტემპერატურის დროისაგან დამოკიდებულის გრაფიკი, თუ სახურებელი ყოველ წუთში 4 კილოკალორია
სითბოს გამოყოფს, სითბოს დანაკარგი უგულებელყავით. ეს წინა ამოცანის მსგავსი არის. განსხვავდება მხოლოდ რიცხვებში, ესე იგი, თქვა, აქ მასა არის 1 კილოგრამი, ისე ვთქვათ, 0 გრადუსიანი ყინული იყო, მოდი გავაკეთოთ, მაგრამ ესე იგი, აქ არის ტემპერატურა, აქ არის დრო, ტაუ. 1 კილოგრამი, რომლის ტემპერატურა 0 გრადუსს გადააქციეს, თავიდანვე 0 გრადუს ცელსიუსი იყო. ჯერ მასშტაბი გაიყინება, მერე ეს ყინული გაცივდება -80 გრადუს ცელსიუსამდე. აქ არის -80 გრადუს ცელსიუსი. ეხლა აქ არის Q1 და ეს დრო აღნიშნოთ ტაუ1-ით, ამას დაჭირდება Q2 და ეს დრო ტაუ2-ით. ესე იგი, Q1 ეს იქნება ლამბდა m, ხოლო Q2 ეგ არის c ყინულისა m 80-ზე და Q0 ამ შემთხვევაში არის 4 კილოკალორია 1 წუთში. ესე იგი, ეგ არის 4-10-ის მესამე ხარისხად კალორია, და 1 კალორია, რადგან ვიცით, რომ ეგრე დავწერთ 1 კალორია, რადგან ვიცით, რომ არის 4.2 ჯოული. ესე იგი, ეს გამოვა, ესე იგი 4-ჯერ 4.2, ესე იგი 16.8 ჯოული წუთში. და მე ტაუ1-ს ვიპოვით Q1 შეფარდებული Q0-ზე, ტაუ2 არის Q2 შეფარდებული Q0-ზე.